მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თოფურიას 1-20-60-ის განხილვას. მაგალითია რეალურად 9000-ის 5/6 ნაწილი უნდა გამოვთვალოთ. ამისათვის დაგვჭირდება უბრალოდ გამრავლება, ანუ ერთი რიცხვის რაღაც ნაწილი რომ ვიპოვოთ, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ამ ნაწილს. მაგალითად 9000-ის 5/6 საფონდელად 9000 იყოფა 6-ზე და მრავლდება 5-ზე. ანუ როგორც წილადში ამ ესე იგი მრიცხველზე ვამრავლებთ, მნიშვნელზე ვყოფთ. ახლა 9000 რომ გავყოთ 6-ზე. რას მივიღებთ? 9-ში 6 მოთავსდება ერთხელ. მერე 3-იანაში 30-ში მოთავსდება 5 ჯერ და 2 0 მიეწერება. 1500 უნდა გავამრავლოთ 5-ზე. 15 ჯერ 5 არის 75, ანუ მივიღეთ 7500. მერე ყოველთვის როცა ნაწილს იპოვით, უნდა შეხედოთ ლოგიკურად არის თუ არა მართალი, ანუ 9000-ის 5/6 იქნებოდა თუ არა 7500. 5/6 არის 1-ზე ნაკლები, ხომ? ანუ 1/6 აკლია მთლამდე. შესაბამისად, რიცხვ 9000-ზე მეტი არ უნდა მიგვეხო. უნდა მიგვეხო 9000-ზე 1/6 ნაწილით ნაკლები რიცხვი, რაც თავისთავად ცხადია, რომ რეალურად გამოვიდოდა 7500. მოდი მე-4-ს გავაკეთებ კიდევ და დანარჩენები თქვენით სცადეთ. მე-4-ში არის 33.1/3-ის 1/100 ნაწილის პოვნა. ანუ ამასაც ჩვეულებრივად ვამრავლებთ 1/100-ზე 0.01-ზე. 33.3, მოდი გადავიყვანოთ არაწესიერად. 33 ჯერ 3 არის 99 პლუს 1 არის 100. ანუ 100/3 უნდა გავამრავლოთ. მოდი 1/100-ს შევწერ წილადით. 1/100-ზე ასები შეგვეკვეცება და მივიღებთ 1/3-ს. აი ასე მარტივად გავაკეთეთ. ანუ ისედაც რომ დავფიქრდეთ 33.1/3-ის 1/100 ნაწილი დაახლოებით რა შეიძლებოდა ყოფილიყო. 1-ზე ნაკლები რიცხვი, რა თქმა უნდა 1/3. სულ ეს არის, თუ რამე კითხვები გექნებათ, გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.